თარგმანება იმათეს სახარებისა ითავიქ. სიტყვაი ესე და რაჟამ სიმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა იგი ორგულნი, მწუხარე, რამე თუ განირყუნიან პირნი მათნი, რაითა ეჩვენენ კაცთა მმარხველად 6:16. კეთილარს ამას სიტყვასა ზედა დიდად სულ თქუმაი და მწარედ გოდებაი, რამე თუ არა ხოლო თუ ორგულთა ვბაძავთ, არამედ მათ საფრიად გარდავემატებით, რამე თუ ვიცნი მრავალნი ჩვენ შორის, რომელნი არა ხოლო თუ იმარხვენ და ეჩვენებიან კაცთა, არამედ არცა თუ იმარხვენ და მარხვასა იჩემებენ და სახესა მმარხველობისასა უჩვენებენ კაცთა და მიზეზსაც წინაგვიყოფენ უძვირესად ცოდვისა მათისასა და იტყვიან, ამისთვის ესრეთ ვიქმთო რაითა არა დავაბრკოლნეთ კაცნი. რაი არს სიტყვაი ესე უგუნურო? ბრძანებაი არს მეუფისაი, რომელი ამას გვამცნებს, რაითა არა ვეჩვენებოდით კაცთა და შენ იტყვი, ამისთვის ვეჩვენებიო, რაითა არა დაბრკოლდნენ კაცნი, და უფრო ისღა გარდასვლას ამცნებათა ქრისტესთასა იტყვი აღსაშენებელად სხვათა? რა იმცა იყო უძვირეს ამის სიტყვისა? რამე თუ ამით ჯერით აფრიად უარეს ხარ ორგულთაცა, არამედ გრცხვენოდენ სიტყვათაგან უფლისათა და გულის ხმა ჰყავ, ვითარ ძლიერად განგვაკრძალებს, რამე თუ არა თქვა, თუ ეჩვენებიან ხოლო არამედ, განირყუნიანო პირნი მათნი, რაითა ეჩვენენ კაცთა. ჭმუნვარებასა მას და უფერულებასა პირისასა, რომელსა იქმან სახილველად კაცთა, განრყუნილებად და სიხენეშეთ სახელსტვა, რამე თუ ყოველივე გარეგანი წესისაი განრყუნილება არს. გინა თუ ცუდად მზვაუბრობისათვის და მაჩვენებლობისა უფერულ და ყვითელ ყოსვინ პირითვისი, გინა თუ პირშვენიერებისათვის ჰაეროვან და ფეროვან სავნებელად მხილველთა მათ, ორივე განრყუნილება არს პირისა და სასჯელისა თანამდებ. და უფრო ისღა მეორე ესე სახე უძვირეს არს, რამე თუ რომელმან იგი მაჩვენებლობისათვის უფერულ ყო პირითვისი, თავსახოლოთვისსა. ავნო, ხოლო რომელმან შეამკო თავითვისი ფეროვნებითა და გულებითა პირისაითა და სამკაულითა სამოსელთაითა, თვისაცა სულსა ავნო და სხვათა მრავალთა. ვითარცა იგი წინაისწარმეტყველი ვაებასა მისცემს მათ, რომელნი ვლენან ქედითა მაღლითა და პირითა გულებულითა და წამის ყოფითა თვალთაითა და სამკაულითა შვენიერითა, განსათხვსველებითა და საკუხებითა, ფარვლებითა და მელევანდებითა და საცხინველებითა, სალტებითა და განთხსულითა კოწლებითა და ბეჭდებითა, მარჯვენით საცუმელებითა და საყურებითა და ძოწეულოვანითა ბისონითა და იაკინთითა, მეწამულითა და ზეზითა ოქროსათანა და იაკინთესა შექმნულითა და ბიალონები იქცევისი. ამისთვის ჯერ არს ორისავე ამის განრყუნილებისაგან სიულტოლაი ყოვლითა მოსწრაფებითა, რამე თუ სავნებელ არს ორივე სულისაი და განრყუნილება ბუნებისა. ხოლო არა მაჩვენებლობისაგან ოდენ გვიბრძანა სიულტოლაი, არამედ ყოვლითა ძალითა დაფარვაი სათნოებათაი გვამცნო, ვითარცა ზემოცა წარმოთქვა, გარნა მოწყალებისათვის არა ესრეთ განჩინებით თქვა, არამედ ბრძანა რაი ვითარმეთ, ეკრძალენით ქველის საქმესა თქვენსა, რაითა არა ჰყოთ წინაშე კაცთა, შესწინა, ვითარმეთ, სახილველად მათ და. მათე 6:1. ხოლო ლოცვისა და მარხვისათვის არა რაი თქვა ესე ვითარი. რაისათვის მე? ამისთვის რამე თუ მოწყალებისა შეუძლებელ არს ესრეთ დაფარვაი, რაითამცა ყოვლადვე არავინცნა, ხოლო ლოცვისა და მარხვისა შესაძლებელი არს. და ვითარცა იგი იტყო და რაი ვითარმეთ, რაჟამს ყოფდე ქველის საქმესა, ნუ სნობ მარცხენე შენი, რასა იქ მოდის მარჯვენე შენი, მათე 6:3, არა ხელთათვის იტყო და, არამედ რაითა მოსწრაფე ვიყვნეთ ფარულად კაცთაგან ყოფად ქველის საქმისა. და ოდეს იგი თქვა ვითარმეთ, ილოცვიდე რაი, შეეცსაუნჯესა შენსა, შეადარე მათე 6:6, არა თუ მუნოდენ გვამცნო ლოცვაი, არამედ ესევე სახე გვაუწყა, რაითა არა საჩვენებელად კაცთა აღვასრულებდეთ ლოცვასა. ეგრეთვე აქა იქ სიტყვითა ამით, რომელი თქვა.
წახ არებაი, ხოლო შენ რა ჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაითა არა ეჩვენო კაცთა მარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად, და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ 6, 17, 18. თარგმანი, არა თუ სიტყვითა ამით ცხებაი თავისაი და ბანაი პირისაი გვამცნო, უკვე თუ არა ვიპოენით მცა ყოველნი გარდამავალ ამას შჯულსა და უფრო ისად რომელნი იგი ყოველთა უმეტესად აღსრულებად მისა მოსწრაფე არიან კრებულნი მონაზონთანი, გვიდრნი მთათა შინა და უდაბნოთა. აც უკვე არა ცხებასა და ბანასა გვიბრძანებს, არამედ ვინაითგან ძველსა მას ჟამსა შინა ჩვეულებაი აქონდა კაცთა ჟამსა შვებისა და სიხარულისასა ზეთისა ცხებად, რომელთა აქონ სურნელებითა შემზადებულისა და სხვათა ლიტონისა ზეთისაი. და ესე საცნაურ არს დავითისგან და დანიელისგან, ამისთვის ბრძანა უფალმან ცხებაი და ბანაი, რაითა ამათ სიტყვათა მიერ ვისწაოთ, ვითარმეთ ჯერ არს ყოვლით კერძო მოსწრაფებაი დაფარვად კაცთაგან მარხვისა ჩვენისა და რაითა სცნა. ვითარმეთ ჭეშმარიტ არს სიტყვაი ჩვენი, გულისხმად ყავ ვითარმეთ. თავად მან რა იგი სიტყვით გვამცნო, საქმით აღასრულა. და ოდეს იგი 42 დღე იმარხა, ფარულად კაცთაგან ქმნა იგი, გარნა არცა თავი იცხო, არცა პირი დაიბანა, არამედ თვინიერ ამისაცა ყოველივე განშორებულად და უცხოდ ზუაობისაგან და მაჩვენებლობისა ქმნა და ჩვენცა ესრეთ გვიბრძანა ქმნად. ამისთვის ორგულ სახელსტო მაჩვენებელთა რამე თუ ღმრთისათვის ქმნა დაჩვენებენ, ხოლო იგინი კაცთა ქებასა ეძიებენ, რომელთა საქმე არა საკიცხელოდენ არს, რომელ ქებაი კაცთა აღირჩიეს, ვიდრე ღმრთისაი, არამედ საგლოლცა არს. რომელ აქავე მიუღებიეს სასყიდელი ცუდი და არარაი და უძლურესი აჩრდილისა და სიზმრისა. და ოდეს იგი წარდგენ წინაშე ღმრთისა, სადა იგი ყოველნივე შიშველნი და ქედდადრეკილნი წარუდგეთ, მაშინ იპოვნენ იგინი უნაყოფონი და ცარიელნი, და რაიმცა იყო ამისა უსაწყალობელეს, უკვე თუ მოქმედთა სათნოებისათა, ოდეს იგი სასყიდელისა ჟამი იყოს, არარა იპოვონ. არამედ ესმას ხმა იგი სიმწარისაი ვითარმეთ, მიგიღებიეს სასყიდელი თქვენი. შეადარე მათე 6, 2, 5. და უფრო ისად რომელ ესრეთ სუბუქ და ადვილ არს მცნებაი ესე, რამე თუ არა თუ უმეტესად მარხვაი გვამცნო, არამედ ესე ოდენ გვიბრძანა, რაითა სასყიდელი იგი და გვირგვინი შრომისა მის ჩვენისაი არა წარუწყმიდოთ, რაითა რომელი იგი ძნელ არს და მძიმე. ზოგად გვაქუნდეს ჩვენცა და მაჩვენებელთა რომელ არს შრომა იგი და ჭირი მარხვისაი, რამე თუ ჩვენცა ვიმარხავთ და იგინიცა და ოდესმე უმეტესცა ჩვენსა არ მათი იგი მარხვაი, ხოლო რომელი ესე სუბუქ არს და ადვილ, რაითა სასყიდელი შრომისა ჩვენისაი არა წარუწყმიდოთ ესე გვამცნო და გვიბრძანა უფალმან. არა თუ შრომაი და ღვაწლი ჩვენი აღაორძინა, არამედ სასყიდელი ჩვენი დაგვიმარხა უცდომელად, რაითა არა ცარიელნი და უგვირგვინოსნონი წარვიდეთ მსგავსად მათსა, რომელთაცა ორგულ სახელსტვა. რამე თუ არცა თუ თეატრონსა შინა, ანუ ცხენთა სარბიელსა შემავალთა მალემსრბოლთა, გინა მორკინალთა, გინა მსახიობელთა მიემსგავსნეს, ანუ თუ მეორღანოეთა და მენესტვეთა, ქნარითა და ლინითა მეტყუელთა და პირადითა სიღოდითა მემღერთა. რამე თუ ესე ყოველნითვისათვისაცა მას სახიობასა რაი აღასრულებდნენ და ესოდენი იგი სიმრავლე ერისაი გარემოადგნ, არცა ვისი ჩვენებოდიან, არცა ვისთვის სრუნვიდიან, არამედ ყოველივე გონებაი მათი და თვალნი გულისა და ხორცთან იმისა მიმართ აღპყრობილარნ, რომლისაგანცა ნიჭსა და სასყიდელსა. მოელოდიან გინა თუ მეფე ზინმონ, გინა თუ სხვაი ვინ ნაცვალი მისი. ხოლო ესენითვისა მას შრომასა არა მას უჩვენებენ, რომელი იგი ღმერთი არს და მეუფე ყოველთაი, რომელი იგი განუყოფს მონათათვის და უხვებით ნიჭთა მათ მიუთხრობელთა, არამედ მათ ეჩვენებიან რომელნი. არა ხოლო თუ ვერ არას არგებენ, არამედ ფრიად წაავნებენ. ეჰა ფრიადი ესე უგუნურებაი და სიცოფე, დატეობაი ღმრთისაი და სათნო ყოფაი კაცთაი.
რასა იქ მჰოი მაჩვენებელო, რა ცუდად შურები და ამაოდ წარაგებ ღვაწლსა შენსა. რა ისათვის არა ღმერთსა სათნოვე ყოფი, არამედ კაცთა. და უკვე თუ რაიმე კაცთა მიერ გნებავს, რაითა იხილებოდინ შრომანი შენი, მე გიჩვენო ჟამი, რაითა უნებელად უჩვენე კაცთა შრომანი შენი, დღეს ამას დიდებულსა და საშინელსა მეორედ მოსვლისა ქრისტესსა. უკვე თუაც დასთრგუნო ცუდად ზუაობა იმაშინ ბრწყინვიდან ქველის საქმენი შენი წინაშე ანგელოსთა და კაცთა, მაშინ იყოს ჭეშმარიტად ქებაი შენი და ნეტარებაი ყოველთა მიერ. ხოლო აწინდელი ესე მაჩვენებლობაი დიდად სავნებელ არს შენდა, ერთად რამე თუ გამოგახვევს საუკუნო ისა მის დიდებისაგან, მეორედ რომელ უნდონიდან მცირედნი კაცნი ხედვენ საქმესა შენსა და მრავალგზის არცა თუ მოყვარენი სათნოებისანი, არამედ მტერნი. რაი უკვე იყოს მათგან სარგებელი შენი და უფრო ისხა რაოდენიმნებაი არა მოიწიოს მათ მიერ შენზე და რამე თუ ესე მებრსირცხვილ არს შენდა, რომელ მტერთა სათნოებისათა უჩვენებს სათნოებასა შენსა და არა ღმერთსა, წყაროსა მას და მოძღვარსა სათნოებისასა და წმიდათა მისთა მუშაკთა მათ და ტრფიალთა სათნოებისათა, ვითარცა წინაწარმეტყველი ღაღადებს. შენ მიერ არს ქებაი ჩემი ეკლესიასა შინადიდსა, აღგიარო შენ, აღთქმაი ჩემი აღვასრულო წინაშე მოშიშთა შენთა. Psalmuni 21-26 რამე თუ ეკლესიაი შესაკრებელად გამოითარგმანების, ხოლო შესაკრებელი დიდი დღე იგი განკითხვისაი არს. ოდეს ფრიადი კრებული ანგელოსთა და კაცთა ერთბამად. წარმოდგენ. ნეტარ არს უკვე, რომლისა ქებაი მაშინ იქნას ღმრთისაგან წინაშე მოშიშთა მისთა, რამე თუ მან დაიმკვიდროს სასუფეველი ცათაი. ამისთვის გევედრები მუშაკნო სათნოებისანო, ნუ კაცთათვის, არამედ ღმრთისათვის იყავ შრომაი თქვენი, ნუ კაცთათვის ხმორჩილობთ ღმერთსა, არამედ ღმრთისათვის კაცთა. რამე თუ უკვე თუ კაცთათვის იქმოდით სათნოებათა სწორ ხართ არა მოქმედთასა, რამე თუ ვითარცა იგინი არაქმნითა ურჩექმნებიან ღმერთსა, ეგრეთვე თქვენ ურჩულოდ და უწესოდ ქმნითა, არამედ რჩულიერად იღვაწეთ, რაითა რჩულიერადსა გვირგვინოსან იქმნეთ. სახარებაი, ნუ იუნჯებთ თქვენ საუნჯეთა ქვეყანასა ზედა, სადამ ღილმან და მჭამელმან განყუნის, და სადამ პარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქვენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათაშინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განყუნის, და სადა არცა პარავთა დათხარიან და განიპარიან. რამე თუ სადაც არ საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი 6, 19, 21. თარგმანი, ვინაიდან ცუდად მზუაუბრობისა სენი განდევნა კეთილადაც, და თვისა ჟამსა შემოაქვს შორის უპოვრებისათვის სიტყვაი. რამე თუ არ არა ესრეთ აღაორძინებს ტრფიალებასა საფასეთასა, ვითარ ტრფიალებაი ცუდისა დიდებისაი, რამე თუ ამისთვის მოიგებენ კაცნი სიმრავლესა მონათასა და კრებულსა საჭურისთა და შიმონვართასა, ჰუნეთა ოქროა ყაზმულთა და ტაბლათა ვეცხლთა გამოტურანტუსებულთა. ტაძართა ოქროქან და კებულთა და პირად-პირადითა მარმარილოითა და სხმულთა, ცხედართა ოქროჭედილთა და ანთრაკითა წახნაგებულითა მარგალიტისა თანაშემკულთა და გარდაგებულთა ზეზითა, ძოცითა და ჭიჭნაურითა, და იმოსებიან პორფირითა, ბისონითა და ოქროქსოილითა. აღსდგმენ კარავთა. იქცევისად ნემსულთა და ფერად-ფერადად ჭრელებულთა საბლებითა ძოწეულისა და ზეზისაითა და ქობინითა ოქროისა და ვეცხლისაითა, და აგებენ ტაბლათა მრავალსახითა სანოაგითა სავსეთა და იშვებენ ემბნითა, ქნარითა, ბობნითა და ნესტვითა. ამას ყოველსა არა თუ წესიერისა მის და ბუნებითისა სახმრისათვის იქმან, არცა განსვენებისათვის ხოლო ხორცთა მათთა ისა, არამედ რაითა სხვათა ეჩვენენ და მოიგონ კაცთა მიერ ქებაი და ცუდი დიდებაი.
ამისთვის პირველად ცუდად მზვაუბრობისა სენი განდევნა და მერმე იწყო უპოვრებისათვის სიტყვად, რამე თუ ზემორე მოწყალებისათვის ხოლო ამცნო, ამისთვის, რაითა არა მეხსეულად უბრძანო სრულიად უგულებელს ყოფა ისაფასელთაი, მრავლისა მის მძლავრებისათვის ამის ვნებისა. ხოლო ვინაიდან მრავლითა ამით სწავლითა სახმართ მოყვარებისა იგი ბადენი დააჩრნა, ამისთვისაც ჩეროვნად სრულიადსა სიძულილსა საფასეთასა გვიბრძანებს. პირველად თქვა, ნეტარიყვნენ მოწყალენი, რამე თუ იგინი შეიწყალნენ, მათე 5-7 და კვალად, რომელსა უნდესო სასჯელად და მიღებად კვართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი, მათე 5-40 და რომელსა უნდეს ესხებად შენგან, ნუ გარე მიიქცევი. მათე 5-42, ხოლო აც უაღრეს მის ყოვლისა გვამცნებს, რამე თუ მუნ თქვა ვითარმეთ, სიმრავლისაგან ნაქონებთა ისა იქმოდე მოწყალებასა, გინა თუ სიმცირისაგან ვითარცა ვისძალედვას, და კვალად, უკვე თუ შფოთი და ლალვაი შემოვიდოდის შორის. მიუტევე სამოსელიცა შენი და მოიყიდე მშვიდობაი. ხოლო აც არცა გლახაკნი ახსენა, არცა შფოთი და ლალვაი, არცა სხვაი რაიმე მიზეზი, არამედ თავით თვისით სიძულილსა და შეურაცხებასა საფასეთასა გვასწავებს, რაითა სრულიად ურიდად განუყოფდეთ გლახაკთა და ყოველნივე საუნჯენი ჩვენი დავაცარიელნეთ. და არცა აქა ყოველივე გამოაცხადა სიკეთე უპოვრებისაი, რამე თუ არა იყო ჟამი სრულიადისა გამოცხადებისა მისისაი, არამედ შემოიღებს სიტყვასა თანამზრახველისა და არარჩულისმდებელისა მსგავსსა. ამისთვისცა იტყვის, ნუ იუნჯებთ თქვენ საუნჯეთა ქვეყანასა ზედა, სადამ ღილმან და მჭამელმან განყუნის, და სადამ პარავთა დათხარიან და განიპარიან. და ვითარცა კეთილმან და ყოვლად ბრძენმან განმზრახმან გამოაჩინა საწუთრო ისა ამის საუნჯისა სავნებელი და მერმისა მის უცდომელობაი და სარგებელი ადგილისაგანცა და მავნებელთაგანცა და გამოაჩინებს. ვითარმედ მოწყალებისაგან არა წარგებაი და უჩინო ყოფა ისაფასეთა იქმნების, არამედ უფრო ისად განმრავლებაი და უცდომელად დამარხვაი, ხოლო დამარხვისაგან უმეტესად განყუნილებაი და წარწყმედაი შეემთხვევის. და იხილე მიუთხრობელი იგი და გამოუთქმელი სიბრძნე, არა თქვა თუ, ნუ იუნჯებთ ქვეყანასა ზედა, რამე თუ შემდგომად მცირედისა ყოველივე სხვათა დაუტეოთ და წარხვიდეთ ამიერ, არა თქვა ესე, რამე თუ კაცთა ესეცა მრავალგზის წადის. რაითა აქ უნდეს სიმდიდრე ცხოვრებასათვისა და მერმე სხვათა დაუტეონ, არამედ უჩვენებს, ვითარმედ ცხოვრებასავეთვის საანგახრნი მრავალგზის ვერ შემძლებელ არიან დამარხვად მონახვეჩისა მის მათისა, რამე თუ დაღაცა თუ კაცთა არა ავნიან. ღილმან და მჭამელმან განყუნის, რამე თუ დაღაცა თუ ფრიად უძლურარს. ესე მტერი, არამედ ამასცა ვერ წინა აღუდგებიან კაცნი, ვერცა ხელეწიფების დაყენებად. ხოლო თქვას ვინმე, ვითარმეთ, რაი არს ესე, ოქროსა გინა ვეცხლსა მღილი ავნებსა. ოქროსა გინა ვეცხლსა მღილი ვერ ავნებს, გარნამ პარავნი ავნებენ. და ნუ იტყვი, ვითარმეთ, არა თუ ყოვლისა კაცისასა წარიტაცებენ პარავნი, რამე თუ მრავალთასა წარიტაცებენ. რაითასცნა, ვითარმედ ადვილად წარსაწყმედელ არს ბუნება ისაფასეთაი, რომელიმე მპარავთა განიპარიან, სხვაი ავაზაკთა წარიტაციან, სხვაი მძლავრთა დატყვენიან და ესე ყოველი უძლურესისა მის სახისა მიერ მოასწავან მღილთა მიერ და მპარავთა. და მერმე სხვაი დაურთო, სადაც არ საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენიო. ესე იგი არს ვითარმეთ, დაღაცა თუ არ არა ესევით არის შეემთხვევს საუნჯეთა თქვენთა, არცა მღილმან და მჭამელმან განყუნას, არცა მპარავთა და ავაზაკთა განიპარონ, ესე მებდიდი ზღვევაი და ვნებაი არს თქვენზე და, რომელ გულნი თქვენი შემსჭვალულიყვნენ ცუდთა ამათ და არარათა საქმეთა და აზნაურებისა წილმონა იყვნეთ და მოქალაქობისა მისგან ზეცათა ისა დაეცნეთ და ვერ არას საღმრთოთა და მაღალთა საქმეთა ხელგეთიფებოდის გულისხმის ყოფად. არამედ მარადის გულნი თქვენი იყვნენ საფასეთა შინა წარმავალთა და ვახშთა და აღნადგინებთა და ვაჭრობათა და სხვათა ესევით ართა უნდოთა და ამაოთა საქმეთა.
და რაიმცა იყო უსაწყალობელე სამის საქმისა. რამე თუ ესე ვითარი იგი კაცი მონისა გინატყვისა უძვირეს არს, დამონებული მძლავრისა მის უწყალოისა, რომელ არს სახმართ მოყვარებაი, და დაბმული ვითარცა ძაღლი ჯაჭვითა, სველად საფასეთა მათ მამონაის და განჩემებულთა. ამისთვის თქვა ვითარმეთ, სადაც არ საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი. ხოლო ვინაიდან ესე უზეშთა ეს იყო გულისხმის ყოფისა მის მსმენელთა ისა და ვერცა სავნებელსა მისსა გულისხმა ყოფდეს, ვერცა სარგებელსა, არამედ გონიერებაი სულიერი სახმარიყო ამის ორისავე შეტყუებად. ამისთვის ხილულისა საქმისა მომართ მოიღო სიტყვა ითვისი და თქვა. სახ არეებაი, სანთელი გვამისაი არს თვალი. უკვე თუ თვალი შენი განმარტებული ხოს, ყოველი გვამი შენი ნათელი ხოს. უკვე თუ თვალი შენი ბოროტი ხოს, ყოველი გვამი შენი ბნელი ხოს. უკვე თუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენიმე 6, 22, 23. თარგმანი, ხოლო განმარტებაი სიტყვისა ამის ესრეთ არს. ზემოთ თქვა ვითარმეთ, ნუ იუნჯებთ ქვეყანასაზე და ნუცა ოქროსა, ნუცა სხვასა რას უმეტესა საჭიროისა მის და სათანადოისა სახმრისა, რამე თუ მღილსა და მჭამელსა და მპარავთა დაუმარხავ საუნჯეს ამას. ხოლო დაღაცა თუ მათგან უნებელად ეგოს ნამარხევი იგი შენი, არამედ ამას ვერ განერე, დამონებასა მიწისაგანთა და ამაოთა საქმეთასა და მათ და შემსჭვალვასა გულისა შენისასა, რამე თუ სადაც არს საუნჯე შენი, მუნცა იყოს გული შენი. და ვითარცა რა ჟამსეცას იყოს საუნჯე შენი, არა ესე ხოლო გაქურს სარგებელად, რომელ უშიშსა და უცდომელსა ადგილსა დაგიცნა მარხევი იგი და ოდეს დიდად გეხმარებოდის, მაშინ პო იგი მრავალწილად აღორძინებული და განმრავლებული. არამედ აქავე დიდად სარგებელ გეყოს, რომელ ყოველივე გონებაი შენი მუნ მიიცვალოს და ზეცისას აღზრახვიდე და ზეცისას აღზრუნვიდე, რამე თუ სადა იგი საუნჯე შენი წაავლინე, საცნაურ არს ვითარმეთ გონებაიცა შენი მუნ იქცევის. ეგრეთვე უკვე თუ ყოველსავე ქვეყანას ზედა და მიწათა შინა იუნჯებდე, ყოველივე წინააღმდგომი შეგემთხვიოს. და უკვე თუ ვერღა გულისხმა ყოფ სიტყვასა ამას, ისმინე სხვაიცა იგავი, სანთელი გვამისაი არს თვალი. უკვე თუ თვალი შენი განმარტებული ხოს, ყოველი გვამი შენი ნათელი ხოს. უკვე თუ თვალი შენი ბოროტი ხოს, ყოველი გვამი შენი ბნელი ხოს. უკვე თუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენიმე. ამათ სიტყვათა მიერ ხილულისა სახისა მიმართ მოიყვანებ სიტყვასათვისა, რამე თუ ვინაიდან ახსენა ტყვეობაი იგი და მონებაი გონებისაი, ხოლო ესე არა მრავალთა მიერ საცნაურიყო, ამისთვის ხილული საქმე და ხორციელი სახედ მოართვა. რაითა ამის მიერ იგიცა გულისხმაყონ, ვითარმცა იტყო და ვითარმეთ, უკვე თუ უმეც არ ხარ და არა უწყი, თუ რაი არსნებაი გონებისაი, ხორციელისაგან გულისხმაყავ, რამე თუ რაი იგი თვალნი ხორცთათვის არიანი, ეგრეთ არს გონებაი სულისათვის. და ვითარცა არაოდეს აღირჩიო შემოსაი ოქროქსოილისა და პორფირისა და სიბრმე თვალთაი, არამედ სიმრთელე თვალთაი უაღრეს ყოვლისა სიმდიდრისა შეჰრაცხო, რამე თუ უკვე თუ ბრმა იყო, არარას სარგებელ გეყოს ყოველივე სიმდიდრე, არამედ სხვათაცა ასოთა ძალი დაიხსნების მოკლებითა ნათლისაითა. ეგრეთვე უკვე თუ გონებაი შენივნებული ხოს, ბევრეულითა ბოროტითა აღივსოს ყოველივე ცხოვრებაი შენი. აც უკვე ვითარცა გვამსა შინა უმეტეს ყოვლისა თვალთა შეიკრძალებ, ეგრეთვე სულსა შინა გონებაი შეიკრძალე, რაითა უნებელად ეგოს, ხოლო უკვე თუ იგი დაბნელდეს, რომლისაგან სხვათა ასოთა მიეფინების ნათელი, ვინა იხილო შენ ნათელი. რამე თუ ვითარცა უკვე თუ ვინ წყაროი განახმოს, ყოველივე იგი მისგან გამომავალი წყალი განახმო, ეგრეთვე რომელმან გონებას ავნოს, ყოველივე ცხოვრებაი თვისი შეაშფოთა და აღამრუია. ამისთვისაც თქვა, უკვე თუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენიმე,
რამე თუ ოდეს მენავეთ მოძღვარი დაინთქას და სანთელი დაივსოს და კერის თავით ყუე იქნას, შემდგომთა მათთა რაიღას ასოება იაქუნდეს. ეგრეთვე უკვე თუ გონება ივნებათა მიერ წარტყუენურ და დაბრმობილი იყოს, სხვანი იგი ძალნი სულისანი ყოველნივე არა დაიხსნენა. რამე თუ ვითარცა არ არა ისარგებელი ყოს სამკაული მხედართაი, უკვე თუ ერისთავით ყუე იქნას, არცა სიკეთე ნავისაი, უკვე თუ მენავეთ მოძღვარი დაინთქას, არცა კეთილად შეწყობილება იასოთაი, უკვე თუ თვალნი ბრმა იყვნენ. და ვითარცა უკვე თუ მკურნალი მრავალთა უძლურთაი მოწყლას ვინ ბოროტა და დააწვინოს ცხედარსა ზედა ოქროქან და კებულსა, არა ისარგებელი ყოს მის და მიმართ შემხედვართა უძლურთა, ეგრეთვე უკვე თუ გონება იდაბნელებულ და წარწმედილი ყოს. არა ისარგებელი ყოს კაცსა სიმდიდრე ხორციელი და საუნჯენი წარმავალნი. ხედავა ვითარ რომლისათვის სურვილ არიან კაცნი მოგებად საფასეთა, მის მიერ უფროისად ყოფს უფალი მოწყვედასა მათსა მათგან. რამე თუ ესრეთ გვიბრძანებს, რაისათვის წადიერ ხართ, ჰოი კაცნო, მოგებად საფასეთა და სახმართა? არა ამისთვისა, რაითა შვებით და სიხარულით ცხონდებოდით? რაც გულისხმა ყავთ ვითარმეთ შეკრებითა საფასეთა და სახმართაითა არა შვებაი და სიხარული, არამედ უფროისადურვაი და სალმობაი მოგეცემის და გონებაი თქვენი მონადად ყუე იქნების. და ვითარცა რაი თვალნი თუ დაბრუნდნენ, ვერღარა ხელეწიფების გამორჩევად ფერთა და სახეთა, ეგრეთვე უკვე თუ გონებაი ბრმა და დაბნელებული ქმნას, ვერ არას კეთილსა ხელგეწიფების გულისხმის ყოფად. ამისთვის გეტყვი, ნუ იუნჯებთ ქვეყანასა ზედა, რაითა არა ნათელი იგი გონებისა იდაბნელდეს და ბნელსა შინა იყვნეთ. რაისთვის იუნჯებთ? რაითა ოდეს გეხმარებოდის, გაქუნდეს და განსვენებით ცხონდებოდით. ესე ორივე მე მიგანიჭო უხვებით, უკვე თუ მისმინოთ და სადა მე გიბრძანებ, მუნდასხნეთ საუნჯენი თქვენი. და ვითარცა იგი ზემომაჩვენებლობით მლოცველთა და მმარხველთა ეტყო და ვითარმეთ, რაისათვის ეჩვენებით კაცთა, რაითა ქებაი მოიგოთა? აც უკვე მოიწყვიდეთ მაჩვენებლობაი და მეღირს ყო ქებასა და დიდებასა დიდსა მერმესა მას საუკუნესა, ეგრეთვე აქა იტყვის ვითარმეთ, მუნდასხენით საუნჯენი თქვენი, სადა მე გიბრძანებ და ვპოვოთ შვებაი და განსვენებაი ჟამსა მას. ოდეს არღარავინ მიგიღოს თქვენგან, ხოლო უკვე თუ ქვეყანასა ზედა დასხნეთ საუნჯენი თქვენი და მიწასა შინა დაჰფლნეთ საფასენი თქვენი, მრავალი ვნებაი შეგემთხვიოს თქვენ და უფროის ყოვლისა სიბრმე იგი გონებისაი. რამე თუ ვითარცა ბნელსა შინა მყოფნი ვერ არას ხედვენ განცხადებულად, არამედ გინა თუ საბელი იხილიან გუელი ეგონის, გინა თუ მცირე რაიმე დანახეთ კიპოიან, დიდი ხნარცვი ეგონის, ეგრეთვე რომელთა დადვან საფასეთა მიმართ სასოებაითვისი და მათა მიმართ შემსჭვალონ გონებაითვისი მრავალი ძვირი შეემთხვევის, დრწიან სიგლახაკისაგან, ეშინის სხვევისაგან, უკვე თუ მცირე დღა რაიმე წარწმიდონ, უფროის მათსა მწუხარე არიან, რომელთა არა ეპოების მდღევარიცა საზრდელი. ამისთვისცა მრავალთა მდიდართა წარწმედისათვის საფასეთა ისა შიშთვილიბესცა, ესოდენ დაბნელდეს გონებანი მათნი და ვერ უძლეს განფრთხობად და მწუხარებისა მის წინააღდგომად, რამე თუ სრულიად დახსნილ და უგუნურყნა იგინი სიმდიდრემან. თქვენი ერთვისა მას მონებასა შინა, რამე თუ ოდეს მონებად თვისა უბრძანებდეს, ესრეთ ყოფს გონებათა მათთა, რომელ მახულსა და ცეცხლსა და სხვასა ყოველსავე საშინელსა საქმესა შეჰკადრებენ და არცა შრომასა და ჭირსა ჰრიდებენ, არცა სირცხულსა და ყვედრებასა, რომელ ესე ფრიადისა უბადრუკებისა. საქმე არს, ხოლო სადა საღმრთოი რაიმე და კეთილი საქმე გამოჩნდეს, შვილთა ყრმათა საუმოშიშე და უუგუნურეს იპოვნიან. ვითარცა იგივე ეთნიმე თეატრონთა შინა შევიდიან საოცრად განცხრომელნი და საქმენი აჩვენიან ფრიად საშინელნი, საბელსა ზედა ჰაერთა შინა განრთმულსა სახიობათა აჩვენებდიან, დანაკთა ზედა და მახულთა როკვიდიან.
და ესე ვითართა მათ ძნელთა და სასიკუდინოთა საცთურთა შემკადრებელნი იგი იპოვნიან რაი განწყობილსა შინა ბრძოლისასა, კინა თუ სხვასა რასმე სახმარსა და კეთილსა საქმესა შინა, სადა იგი ჯერ არნ სიქველისა და უშიშობისა ჩვენებაი. იპოვნიან ყოველთავე უმეტესად მოშიშ და დახსნილ და უხმარ, ეგრეთვე მდიდარნი. საფასეთათვის ბევრეულთა ჭირთა და სიძნელეთა შეჰკადრებენ და სიკვდილსაცა შეურაცხყოფენ, ხოლო საღმრთოთა და კეთილთა საქმეთა შინა სრულიად დახსნილ და მოშიშ და საწყალობელ არიან. და ვითარცა ზემოთქმულნი იგი მაუცარნი ცუცსა და უსარგებლოსა საქმესა შინა იჭირვიან, ეგრეთვე ესენი შრომათა და რუდუნებათა და ჭირთა აურაცხელთა მოითმენენ, ხოლო სარგებელი არ არაი აქოს აღსასრულსა მათსა, არამედ ორი სიბნელი არს მათზე და დაბრმობილნი განდრეკილებითა მითგონებისაითა და შეიცრებულნი ნისლისა მისგან და არმურისა ზრუნვათაისა. ამისთვისცა ვერცა თუ აღიხილვენ თვალთა ნათლისა მიმართ, რამე თუ არმურსა შინა და ბნელსა მყოფთა იხილიან ნათელი მოფენასა მზისასა, ხოლო რომლისა თვალნი დაბრმობილი იყვნენ ვეროდეს ხელეწიფის ხილვად ნათლისა. ეგრეთვე მდიდართა ანგარხთა შეემთხვევის, რამე თუ არა ხედვენ იგინი ნათელსა მზისა მის სიმართლისასა, რომელი ხმამაღლად ასწავლის და ბრწყინვალესა მას ნათელსა უჩვენებს. არამედ მათ არცა ესმის, არცა ხედვენ, რამე თუ დაუყნა სიმდიდრე მან საცნობელნი მათნი. ამისთვის ორ კერძო მიცემულ არიან საცთურსა, ერთად რომელ ბნელსა შინა არიან და მეორედ რომელ ნათელსა მას მიუაჩრდილებელსა არა ხედვენ და სიტყვანი მოძღვრისა მის სახიერისანი არა ესმიან. სწავლა იქ ვეცხლის მოყვარებისათვის. აც უკვე განიფრთხვეთ, კაცნო და ნათელსა მას ჭეშმარიტსა მიხედენით. ხოლო ვით არ მიხედნეთ, უკვე თუ არა აღიხილნეთ თვალნი. აც უკვე ესრეთ იქმნების ახილვაი, უკვე თუ პირველად გულისხმახოთ, თუ ვით არ დაღბრუნდით. უწყითა თუ ვით არ დაღბრუნდით ბოროტთა გულის თქმათაგან. რამე თუ ვითარცა გუგასა თვალისასა მოეფინის არმური სიბნელისაი, სისხლი რაი თავისაგან ჩამოსწუთის, ეგრეთ თვალთა ზედა სულთა თქვენთასა მიეფინა გულის თქმა იგი საფასეთაი და სრულიად დააბნელნა, არამედ ადვილ არს არმურისა მის განქარვებაი. უკვე თუ შეიწყნაროთ ბრწყინვალებაი იგი ქრისტეს მოძღვრებისაი, უკვე თუ ყურად იღოთ ბრძანებაი მისი რომელსა იტყვის, ნუ იუნჯებთ თქვენ საუნჯეთა ქვეყანასა ზედა. ესე მოძღვრებაი ყურად იღეთ და ამაონი იგი გულის თქმანი საფასეთანი განიოტენით გულთაგან თქვენთა, გულისხმა ყავთ საცთური ანგახრებისა და სიმდიდრისაი. რაისათვის წადიერ ხარმონებად ბოროტისა მის მძლავრისა და შეკრვათ თავისათვის ისა ხელბორკილითა რკინისა უფიცხლესითა და ყოფად მარადის ბნელსა შინა და თავსდებად შრომისა და ჭირისა უსარგებლოისა. რაითა მოიგნე საფასენი და დაუმარხნე იგინი სხვათა და მრავალგზის მტერთა და მოძულეთა შენთა? ვინცა გონიერმან დადვა საუნჯეთვისი შორის მპარავთა? უკვე თუ გწადის დამარხვაი საუნჯეთაი მუნ დახმარხენ, სადა იგი შესაძლებელ არს წარუპარველად დამარხვაი. ხოლო ვითარ ეგეაც იქ მარა სიმდიდრე გიყვარს, არამედ მონებაი და სხვევაი და ჭირი და სიგლახაკე. მითხარღა, უკვე თუმცა ვინ გიჩვენა ადგილი სრულიად უშიში, არამცა მუნდა სხენა საუნჯენი შენი. ხოლოაც არა კაცი გიჩვენებს, არამედ ღმერთი, არა ქვეყანასა ზედა, არამედ ცათაშინა და არა წადიერ ხარ მუნ დამარხვათ საუნჯეთა შენთა. და რაოდენ უაღრეს არს ცათაშინა დადებათ საუნჯეთა ვიდრე ქვეყანასა ზედა? რამე თუ ქვეყანასა ზედა რაოდენცა უცდომელი ყოს ადგილი, შიშისა და ზრუნვისაგან ვერ განსთავისუფლდები, ხოლო მუნ ესე ვითარი არ არა იპოების, და უფრო ისად, არცა თუ საუნჯეთა შინა ანუ მიწათა დასდებს საფასესა მას, რომელიზეც ისა სავანეთა წარსცე, არამედ თესლად ნაყოფიერად დასთესავ.
და იგივე საუნჯეც არს და თესლიცა, რომელი ესე ქვეყანასა ზედა არა იქმნების. რამე თუ თესლი ქვეყანასა ზედა არა იმარხვის განუხრწნელად, ხოლო მუნხგიეს სამარადისოდ. კვალად საუნჯე ქვეყანასა ზედა ნაყოფსა არა გამოიღებს, ხოლო მუნ უკვდავებისა ნაყოფსა მოგცემს. უკვე თუ კულა სიგრძესა მას ჟამისასა წინა მიყოფ და იტყვი, თუ ოდეს მომეცეს ესე ყოველი. მაქუს მრავალი ჩვენებად ვითარ აქავე მოიგებ ქველის საქმისა ნაცვალსა. გარნააც იგი დაუტევო და ესე გრქვა შენ, არა მრავალი რა იქმნია სოფელსა ამას შინა, რომლის ახმევად არა ესვიდი. და უკვე თუ ვინ გაბრალოს შვილთა და შვილიშვილთა მოიღებ მიზეზად. ოდეს იგი ჟამსა სიბერისასა აშენებდნენ აშენებთა დიდ ძალთა, რომელთა აღსრულებადსა სასოებაი არა გაქონ და დაასხმიდე ხეთა, რომელთა ნაყოფსა შემდგომად მრავალთა წელთა მოელოდი და უწყოდი, ვითარმეთ შეუძლებელ არს, რაითამცა გეციფა ნაყოფისა მათისაგან ჭამაი. არა საცნაურ არსა, ვითარმედ არა თავისათვის ისათვის, არამედ შემდგომად შენსა მყოფთათვის შურები. ვითარ უკვე არა დიდად უგუნურებად სახელმწიფო საქმესა ამას, რომელ ხორციელთა ამათზე და არა სულ მოკლე იქმნები, არცად ახსნდები ზრუნვად და შრომად, რომლის ახმარებად არა ესავ, ხოლო სულიერს ამას შინა ესრეთ დაყოვნებისათვის სულ მოკლე და მედგარ ხარ, საქმე, რომელი იცი ვითარმედ ვეჭველად მოგეცემის ნაცვალი ფრიადი და კეთილი. და ამას ყოველსა ზედა არცა თუ ფრიადი სიგრძე ჟამისაი არს შორის ჩვენსა და მომავლისა მის მოსაგებელისა, რამე თუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი და არა უწყით, ნუ უკვე ჩვენისა ამის მებრნათესავისა. ზე იქმნას აღსასრული საქმეთა ჩვენთაი და მოიწიოს საშინელი იგი დღე წარდგინებად ჩვენ და შესადრწუნებელსა მას და თვალ უხვავსა სამსჯავროსა, რამე თუ უმრავლესნი მებრსასწაულნი აღსრულებულ არიან და წმიდა ისახარებაი ყოველსა სოფელსა ქადაგებულ არს. და ბრძოლანიცა და ძრვანი და სიყვმილნი და სრვანი ქმნილ არიან და ვინ უწყის, ნუ უკვე ფრიად ახლოს არს დღე იგი საშინელისა მისგან ბჯობისაი. ხოლო უკვე თუ სასწაულთა არა ვხედავთ, ნუ ამისთვის უზრუნველ ვიქმნებით, რამე თუ არცანო ესე ხედვიდეს სასწაულთა მომავალისა მის წყლით რღუნისასა, არამედ იმღერდეს რაი, ჭამდეს, სუმიდეს, იქორწინებდეს, მეხსა შინა მოიცია საშინელი იგი ოხრებაი და სოდომელთა მათზე და ვიდრე არა მოელოდეს, არც რას გონებდეს, მოეფინა ცეცხლი იგი წუმწუბითურთ და ერთბამად ყოველნი დაწუნა ბოროტთა საქმეთა მათთათვის. აც უკვე ესე ყოველი გულისხმობთ და მოვაქცინეთ თავნი ჩვენი განმზადებად მერმისა მის მიმართ საუკუნისა, რამე თუ რაღაცა თუ ზოგადი იგი ყოველთა აღსასრული და მეორედ მოსვლაი მეუფისა იცუთ ერთხა ხოვნის, არამედ კაცად ისა აღსასრული ახლოს არს, კართაზე და გინა თუ ვინბერი იყოს, გინა თუ ჯაბუკი და ვერვის ხელეციფების შემდგომად ამიერ განსვლისა სინანულისა მოგებად ანუ თქვა დროებისა რაღაცა თუ აბრაჰამე ვედრებოდის მისთვის, გინა თუ ნოე, ანუ იობ, ანუ თუ დანიელ, არამედ რაიცა ვის ამას ცხოვრებასა მოეგოს, იგი არს. მისთანა გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი. ამისთვის გევედრები, ძმანო, რაითა ვიდრეღა ჟამი ესე გვაქვს, წარვცეთ წინაშე ჩვენ სამუნაყოფნი სინანულისანი, შევიკრიბოთ ზეთი ფრიადი საზრდელად სანთელთა ჩვენთა, ყოველივე ცათა შინა დავიუნჯოთ, რაითა ჟამსა მარჯვესა და ოდეს ფრიად სახმარიყოს ჩვენ და მოგვეგებოს და ესრეთ სამარადისოდ ვიშვებდეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.